სამ რაუნდში უნდა დაამთავროს ჩვენმა ბიჭმა. მოუგებს პირველ რაუნდში ნოკაუტით. დაამარცხებს გეიჯს 98%. პირველი რაუნდის მეორე ნახევარში დაანოკაუტებს ჩემი აზრით ჯასტინ გეიჯის. არ მგონია რომ ბრძოლა მივიდეს გადაწყვეტილებამდე. ანუ ნოკაუტი. რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში კი. გამარჯობა, მე ვარ მიშა და ეს არის რას ფიქრობ, სივრცე სადაც ხალხს სპორტული, შემეცნებითი და სახალხო შინაარსის მქონე კითხვებს უსვამ. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის გასამართი ბრძოლის შესახებ და ვნახოთ რას ფიქრობს ხალხი. წავედით. რას ფიქრობ, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, ილია თუ გეიჯი? თუგლისათქმელია, მაგრამ სურვილი რა თქმა უნდა ილიას იმაქვს და რაღაცა მგონია კიდევაც რომ ილია გაიმარჯვებს. ჩემი ეს ორთაბრძოლა როგორც სხვა ორთაბრძოლები ისეთი რთული შესაძლებელი და რთულად პროგნოზირებადი არაა გამომდინარე იქიდან რომ უდაო ლიდერი ყავს მებრძოლის აქ ილია თოფურია რადგანაც ეს ამას იმიტომ არ ვიძახ რომ ახანის ქართველია გამომდინარე მათი უნარებიდან და მათი ჩხუბის სტილიდან. ჩემი აზრით ილია იქნება უდაო ლიდერი ამ ჩხუბის და დაამარცხებს გეიჯს 98%. მე ვფიქრობ რომ ილია თოფურიას გამარჯვებით დასრულდება ბრძოლა. აუცილებლად გაიმარჯვებს ილია თოფურია, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ფიქრობ მარტივია ძალიან ამაზე პასუხი ილია თოფურია. პირველი რაუნდის მეორე ნახევარში დაანოკაუტებს ჩემი აზრით ჯასტინ გეიჯის. თოფურია მარტო იმიტომ რომ ქართველი არა, უბრალოდ თავის მენტალიტეტი მომწონს ძალიან. და ვფიქრობ რომ მოუგებს პირველ რაუნდში ნოკაუტით. ოკეი. მაწყვს მე გამდე. მარტო შენ არა. ყველას გვაქვს რაც უფრო მალე მოხდება, ალბათ მეორე რაუნდში მე ასე ვიშურებ. იმიტომ რომ მე მაინც მინდა რომ ბრძოლას უყურო. გამომდინარე იქიდან რომ გეიჯის მინდა რომ ბრძოლის უნარიანი იყოს და ასე უხეშად რო ვთქვა გეიჯს შანსი მივცე და ნამდვილი ბრძოლა ვნახოთ და შემეს მეორე რაუნდში დასრულდება. ჩემი აზრით მეორე ან მესამე რაუნდში ყველაზე გვიანი. პირველ რაუნდში არ ვფიქრობ, იმიტომ რომ თოფურია ყოველთვის პირველ რაუნდში ცდილობს რომ თავისი ოპონენტი შეისწავლოს. ისე ბატონო. მოძრაობის ესე ვთქვათ შაბლონები შეისწავლოს, რას აკეთებს, როგორ აკეთებს და იმის დამიხედვით უკვე მეორე მესამე რაუნდში აქვს იმის გეგმა, როგორ უნდა მოიქცეს მოწინააღმდეგესთან რომ ან დაანოკაუტოს, თუ არა და ყველაზე მინიმუმ საბმიშენი. არ მგონია რომ ბრძოლა მივიდეს გადაწყვეტილებამდე. როგორ ფიქრობ რომ გაიმარჯვებს თქო რა, ან საბმიშენი იქნება მსაჯების გადაწყვეტილება თუ ნოკაუტის თქო და ანუ პირველ საბმიშენის გადაწყვეტილებამდე არ მგონია. უბრალოდ პირველ მეორე ტაიმში ვერ მოაყოლა, არ დამთავრდება ასე მგონია. ნახოთ რა. ანუ გონია რომ პირველ მეორე რაუნდამდე გასტანს ეგ ამბავი და პირველ რაუნდში პირველი მეორე და ალბათ მესამე რაუნდში უკვე გამოვლინდება რა ვინ იქნება უკეთესი და უკვე დავინახოთ. მგონია რომ სამ რაუნდში უნდა დაამთავროს ჩვენმა ბიჭმა. არავითარ შემთხვევაში არ იქნება საბმიშენი, ეს იქნება დარტყმა. დიდი ალბათ ხო, ანუ ნოკაუტი. რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში კი. ჩემი აზრია როგორც სხვა ორთაბრძოლებში აქაც დაუნდობელი იქნება და ნოკაუტით დაამარცხებს გეიჯს. საბმიშენი ძალიან მეეჭვება, ვფიქრობ რომ შეუძლია ილიას ეს ყველაფერი, მაგრამ მისი სტილიდან გამომდინარე, მისი საუბრიდან გამომდინარე ფიქრობ, როგორც ვთქვი, პირველი რაუნდის მეორე ნახევარში უკვე ჯასტინ გეიჯი უგონოდ იქნება. პირველივე რაუნდში მოუგებს. პირველში? კი, რაც ოლივიერას დამართა, იგივე იქნება. აი ბატონო. მე ველოდებოდი რომ ცოტა ისა რა, ეს მეორე მესამე რაუნდამდე მაინც გაკაჩავს თქო, იმიტომ რომ შვენიერი ამბავია. ცოტა თლად მასე ამ ემოციითაც ნუ შევხედავთ, იმიტომ რომ გეიჯის იბრძვის ტიტულისთვის და ასე ვთქვათ იმ ფსონისთვის, რაც დადებულია იმ ბრძოლის დროს და ასე რომ ასე მარტივად შესაძლებელი არ იქნება. ასე გემია. მე პირადად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მას შეუძლია ეს ბრძოლა პირველ რაუნდში დაასრულოს. მაგრამ აი რა გაძლევს ამის მის საფუძველს, იმიტომ რომ ნუ გავიგე ხა ორივე ქართველები ვართ, გვინდა რომ მოიგოს, გვინდა რომ ძალიან მაგარი მებრძოლია, მაგრამ მე უფრო ისე დეტალურად რომ 17 ბრძოლა აქვს ზედეთ მოგებული და დაუმარცხებელია. და თან მე მგონია თოფურიას ერთადერთს სადაც გაუჭირდება ეს იქნება მოჭიდავ ესთან და ეს მოჭიდავი არაა სტრაიკერია და მგონია რომ სტრაიკინგში აჯობებს თან ბევრად და ყველა ძლიერია და მაგიტო. ილია თოფურიას fight IQ, საბრძოლო ტექნიკა, სტრაიკინგი, გრეპლინგში გამოცდილება. ჯასტინ გეიჯისაც აქვს გამოცდილება, რა თქმა უნდა, წლები
მებრძოლია, შეიძლება თოფულიაზე უფრო დიდი ხნის კარიერა აქვს, მაგრამ როდესაც შევხედავთ დონეებში ჩანს, რომ თოფურია ბევრად უფრო, ესე ვთქვათ, შეძლებული მებრძოლია, ვიდრე ჯასტინ გეიჯი. ნუ ილიას სტილი პირველ რიგში, ასევე ჯასტინ გეიჯის ბოლო ბრძოლა ფედი ფიმბლერთან. სადაც მოდი შევთანხმდეთ, რომ არ გამოიყურებოდა კარგად. აქედან გამომდინარე, თორე ჯასტინ გეიჯი ლეგენდაა, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ, ყველა MMA-ის და UFC-ის მოყვარული პატივს ვცემს მას. ილია თოფური არის უნივერსალური მებრძოლი ყველა ასპექტში. ანუ ის მისი ბაზა არის ასე თქვათ ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ, მას ამ ეტაპზე აქვს უფრო მეტი გამარჯვება, ჯერჯერობით უფრო მეტი გამარჯვება აქვს საბმიშენებით, მახრჩობელა ელეთებით, თუმცა ის ტრანსფორმირდა და მან ასე თქვათ აირჩია ანუ დარტყმებით ბრძოლის მოგება, მოდი ესე ვთქვათ. სანამ მოგეხსენებათ როგორც ეს სპორტის სხვა სპორტის სახეობებშიც სანამ სცენაზე მებრძოლები დადგებიან, იქამდე არის დრო და პერიოდი, როცა ისინი გადიან სპეციალურ ვარჯიშს და ასე შემდეგ და ეს ვარჯიში დაკავშირებულია კიდე ასაკთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ილია არის ახალგაზრდა, გეიჯი კიდევ არის ასაკოვანი და მას ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი პირობაა იმისა, რომ ილია ამ ბრძოლას მოიგებს. კეთილ სახშია. უყურებს იცის თოფურიამ რა მნიშვნელოვანი ბიჭხუბია. ასე მგონია, რომ თოფურიას ხარეს იქნება გამარჯვება და სურვილიც რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ ნოკაუტს და პირველ ტაიმში ვეგრევე დადაგდებას რატომღაც გამოურიცხავ. და შენი აზრით რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ამ ბრძოლაში, რაც მერე რეალურად შეცვლის ბრძოლის შედეგს? კი არა, რაც ბრძოლის შედეგი იქნება საბოლოოდ რა. ბრძოლის შედეგი იქნება ნოკაუტი. თავარი იქნება მაინც ის რომ ილია უფრო ასე ვთქვათ გამოცდილი ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ აი მისი რაც წინაზე აუღნიშნე რა, ის რომ მისი ის ახალგაზრდული სულისკვეთება გამომდინარე იქიდან, როცა მებრძოლი ახალგაზრდა, უფრო მას უფრო მეტი უნარები და მეტი გამოცდილება, უფრო მეტი ასე ვთქვათ ჯანსაღი ძალა აქვს შედარებით ასაკოვან მებრძოლთან. გამომდინარე იქიდან, რომ ასაკთან ერთად ტრავმების რისკი მატულობს. შესაბამისად, ისეთი ასე ვთქვათ პროდუქტიული ვეღარ ხარ ბრძოლაში და სპორტში, როგორც მაგალითად ახალგაზრდულ ასაკში და ეს იქნება ძირითადი პირობა, რაც ამ ბრძოლაში გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ილია უდაოდ ლიდერია რა. გამოცდილება და ტექნიკური მომზადება გადაწყვეტავს ჩემი აზრით ყველაფერს. ნუ ბრძოლა არის, რაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს ბრძოლაში. როგორც მაგალითად გასული ივენზე ჩიმაევი, სტრიკლენდი, სადაც ჩიმაევი უდაოდ ფავორიტი იყო, დასრულდა სტრიკლენდის გადაწყვეტილებით და ბრძოლა არის, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნუ ლოგიკურად თუ გავყვებით თოფურიამ უნდა მოიგოს ეს ბრძოლა. ქართული ხასიათი. ამას შეიძლება ყველაფერი გადაწონოს. ანუ მეორე მხარეს რა უნდა გინდა გამოცდილება იყოს, ას გინდა იყოს, ის ქართული გახასიათი თუ აენთო და დაიჭირა, მგონია რა ილია მოიგებს. მართალია ჩხუბში მყავს გამოწვეული და არ მეჩხუბება, მაგრამ შენსკენ ვარ, ძმაო, ჩემო მატადორო. ამავდროულად ფაქტორი ყველა ასპექტი უბრალოდ ყველა ასპექტში აქვს უპირატესობა ილია თოფურიას. ანუ მე უკვე ვთქვი, რომ ორივე სპორტსმენი, ასე ვთქვათ, ორივე მებრძოლი, მათი საბაზისო არის ასე ჯიუ-ჯიტსუ და ჭიდაობა, თუმცა ორივე ტრანსფორმი და შემდეგ როგორც ასე ვთქვათ, მებრძოლები, რომელიც გომში უპირატესობას ანიჭებენ ამ ბრძოლას. თუმცა ის ჯასტინ გეიჯი არის უკვე ვეტერანი, მან უკვე ასე ვთქვათ, მიაღწია იმას, ისი მიღწევა შეეძლო და ამ ეტაპზე და აი ამ იმაზე გამორიცხულია, მე აბსოლუტურად გამორიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ ჯასტინ გეიჯი რამე შანსი ქონდეს ამ ბრძოლაში. სისწრაფე, ასაკი, ზიანი, რაც ჯასტინ გეიჯის ყველამ ვიცით რა სტილის ჩხუბობს. ძალიან ბევრი დარტყმა გაატარა მან, ძალიან ბევრჯერ დაეცა, მოკლედ კი გვიყვარს, მაგრამ იმის გამო გვიყვარს, რომ ასეთი მებრძოლია. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან დიდი ზიანი აქვს უკვე კარიერაში მიღებული და გამორიცხულია ილია თოფურიას დარტყმას გაუძლოს. მით უმეტეს რამდენიმეს. დანამდვილებითიც. არა, ესე არ ვიცი, მაგრამ მგონია. რამდენად ჯერა შენი პროგნოზის? 99%. ენაცვალე შენ, მადლობა.
ჩემი სიტყვებიდან გამომდინარე, რასაც ვამბობ, მის მჯერა და ამის დაჯერების საფუძველს მაძლევს ილიას ბრძოლები, რომელიც წინა პირობა იყო ამ ბრძოლის, რა ჩემი აზრით. მოდი ასე ვიტყვი 99% და იმ 1% დავუტოვებ ჯასტინ გეიჯი. კი ბატონო. ჩემი პროგნოზის ჯერა აუცილებლად 2 რაუნდის პარგებში ეს ბრძოლა არ გასცეს მესამე რაუნდს. მე ესე ვფიქრობ. მოდი, რადგან უმაღლესი დონეა, მეტი მაღალი დონე აღარ არსებობს, რადგან ამერიკაში იბრძვის ჯასტინ გეიჯი თავისი ხალხის წინაშე და თან ძალიან მაგარი ივენთია ისტორიულ, რომელიც მეტი არ იქნება. მოდი, მთლად 100%-ს არ ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ 90% მჯერა რომ ესე დასრულდება. 90% ილია თოფურია გათიშავს ჯასტინ გეიჯის პირველივე რაუნდში. მადლობა დიდი. არაერთი განსხვავებული აზრი მოვისმინეთ და ძალიან მალე გაირკვევა, ვისი პროგნოზი გამართლდება. რას ფიქრობ შენ? დაწერე კომენტარებში. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და დროებით.